რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა, როგორია ის დღეს და ჩემი სათაური არის პასუხისგებლობა საკუთარ თავზე თქო, ხო? ანუ ფსიქიკური ჯანმრთელობა როგორ განისაზღვრება საერთოდ, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს დეფინიცია რა არის ფსიქიკური დაავადება არის რამდენიმენაირი, არაერთნაირი, მაგრამ ყველაზე მიღებული ფორმატი არის ბიოფსიქოსოციალური ფორმატი. მაგრამ იყო ასეთი განსაზღვრებაც მუშაობს, რომ დაავადება არის ის, რაც ადამიანს აყენებს ტანჯვას. რომ ეს არისო ფსიქიკური დაავადება. მაგრამ ამ დეფინიციასაც, ამ განმარტებასაც გამოუჩნდნენ, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები, იმიტომ რომ ყველა ფსიქიკურ დაავადებად დარეგისტრირებული რამ საერთოდაც არ იწვევს ტანჯვას. მაგალითად, ფსიქოპათიამ შეიძლება ტანჯვა ზოგჯერ სხვას მოუტანოს და თვითონ ნაკლები იტანჯოს. მაგალითად, მანიურ ფაზაში არის ასეთი ბიპოლარული აშლილობა გეცოდინებათ, როდესაც განსაკუთრებით თუ ეს არის ბიპოლარული აშლილობა მეორე ტიპის, სადაც ჰიპომანია არის აღმაფრენის ფაზა, იმიტომ რომ თუ კი მწვავეა ბიპოლარული აშლილობა, ასეთ შემთხვევაში მანიური ფაზაც მტანჯველია, სარისკო ქცევით გამოირჩევა და იქ მხიარულება კი არ არის, უფრო თვითდამაზიანებელი, თვითდესტრუქციული ქცევის ელემენტებია. ზოგჯერ ისე სწრაფად მოდის ადამიანის თავში აზრები, რომ წაკითხვას ვეღარ ახერხებს და ზოგჯერ შეიძლება უბრალოდ ლოგინიდანაც კი ვერ ადგეს, იმიტომ რომ საოცარი ქაოსი იყოს მის გონებაში. ეს სიამოვნებასთან კავშირში ნაკლებად არის. მაგრამ ჰიპომანია ნამდვილად არის აღმაფრენის მომენტი, როცა ადამიანს გონია, რომ ფრთები აქვს, როცა შეუძლია, რომ მთებს გადადგამს. ჰიპომანიის ფაზა, როდესაც ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მთებს გადადგამს, მოსდის უამრავი იდეა და ეს არ არის რეალობასთან დაშორებული. მართლაც ძალიან ბევრი შემოქმედებითი ადამიანი არის ბრჭყალებში დაავადებული ბიპოლარული აშლილობით, შემოქმედებასთან ძალიან კავშირშია, განსაკუთრებით, იმიტომ რომ აი შემოქმედებით პროცესს ახლავს ეს, რომ ძალიან დიდხანს მწიფდება ადამიანში რაღაცა აზრი, იდეა, რომელზეც აი უნდა დაორსულდე თითქოს ამ იდეაზე, იმან უნდა ხორცი შეისხას. დიდხანს ატარო შენში და როდესაც ის უკვე განხორციელდება, ამის მერე ძალიან ბევრი შემოქმედი ადამიანი აღნიშნავს, რომ ასე მგონია, რომ მეტას ვეღარასდროს ვერაფერს გავაკეთებ. რომ აი ეს იყო ბოლო. მორჩა და აი ამ აუზის ავსებამდე, სანამ კიდე რაღაც იდეა ჩაისახება, კიდევ რაღაც ახალი დატრიალდება ადამიანის შინაგან სამყაროში, აი ამ შემთხვევაში ადამიანებს აქვთ ხოლმე გამოფიტულობის გრძნობა, რომელიც უტოლდება სევდას, დეპრესიას, სიცარიელეს და თითქოს და საზრისის ვეღარ შენარჩუნებას, რომ თითქოს საზრისი დაიბადა და მორჩა, მეტი აღარ ახარ მატარებელი. აქედან გამომდინარე, ჰიპომანია სულაც არ იწვევს ტანჯვას, მაგრამ ითვლება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად. ამიტომ კიდევ უფრო ჩიხში ვართ. ესე იგი, შემდეგ იყო ასეთი ვარაუდი კი არა, დეფინიცია მეორე, რომ დაავადება არისო ისო, რასაც ექიმი კურნავსო. ნუ ეს საერთოდ ბუნდოვანია, იმიტომ რომ დღევანდელი მედიცინა მოგეხსენებათ, თითქმის ვერაფერს ვერ კურნავს. სულ ყველაფერი არის 10,000-მდე სახელდებული დაავადებაა და მხოლოდ 400-ზე ცოტა მეტი იკურნება, რასაც ქვია. დანარჩენი არის, ან უნდა გაგვარემონტონ, ამოგვაცალონ რამე ორგანორის გარეშეც ვიცხოვრებთ, ამოაშენონ ჩვენი კბილი ან რაღაცა, ხომ სიმპტომებმა უნდა დაიძინოს და ჩვენ უნდა ვიცხოვროთ როგორც ჯანმრთელმა ადამიანებმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც განიკურნა დაავადებების უმეტესობა არის ქრონიკული. ან მთავრდება გლახად შენგენაცვალ. ხო, ლოგიკურად პრინციპში გლახა რაღა არის, ყველა უნდა წავიდეთ როდესღაც ხო? მთავრდება ლოგიკურად, მაგრამ ჩვენ ეს სევდას გუკრის. ხო, მოკლედ ასეა თუ ისე, ეს დეფინიციაც აღმოჩნდა ძალიან ნაკლული და შემდეგ უკვე რაღაც არის, რომ სამეცნიეროდ უნდა დაიწეროს, ხო, რომ რას ნიშნავს ბოლოს და ბოლოს ეს ფსიქიკური აშლილობა და საბოლოოდ შეთანხმდნენ მეცნიერები, რომ მუშაობს მთელ მედიცინაში, არა მხოლოდ მენტალურ ჯანმრთელობაში, ბიოფსიქოსოციალური მოდელი, რომელზეც ლევისი არის ასეთი ფსიქიატრი და ძალიან ისეთი გონებამახვილური რემარკა ჰქონდა ამაზე, რომ არაფერი გამიგია, ამაზე უფრო ზუსტი და ამაზე უფრო უაზრო.
მაგრამ ნუ მაინც აღმოჩნდა ყველაზე უფრო ზუსტი. და მართლაც მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის უაზრო ფიზიკურ ჩივილებზე და სომატურ ჩივილებზეც კი დღევანდელმა მედიცინამ წესით ასე უნდა იმუშაოს, რომ თქვენ რომ მიდიხართ მაგალითად ექიმთან, გასტროენტეროლოგთან და ეუბნებით, რომ 2 წელია მაწუხებს რაღაცა მეტეორიზმი, თუ 2 წელია რაღაც გასტრიტი მაწუხებს, წესით კარგმა ექიმმა უნდა გკითხოთ, რა მოხდა 2 წლის წინ. იმიტომ რომ რაც ხდება ჩვენს ფსიქიკაში, ხდება სხეულშიც, რაც ხდება სხეულში, ხდება ფსიქიკაშიც, ხო? ესე იგი ბიოლოგ-ფსიქოსოციალური მიდგომა ნიშნავს იმას, რომ ბიოლოგია ეს არის ჩვენი მეტაბოლიზმი ჰორმონების რეგულაცია, ჩვენი ნეიროტრანსმიტერების ბალანსი და ასე შემდეგ. ფსიქოლოგიური ეს არის ჩვენი ემოციები, განცდები, ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი შინაგანი სტატუსი და სოციალური ეს უკვე არის ურთიერთობების უნარი და ეს უკვე არის გარე სამყაროსთან ჯანსაღი, როგორ დამაკმაყოფილებელი კომუნიკაცია, ხო, რომელიც ადამიანს საზოგადოების წევრად ამყოფებს. და მაინც რა არის ეს მენტალური ჯანმრთელობა, რას გულისხმობთ ამაში, რომ ნორმა რას ნიშნავს? ადაპტაციას, რომ აი ადაპტაციურები ვიყოთ და ისეთები ვიყოთ, როგორც კულტურულად ყველასათვის მისაღებია, თუ ეს არის შინაგანი ავტონომია, თავისუფლება შინაგანი, ხო? იმიტომ რომ ერთი რამ არის, რომ განსაკუთრებულ გარღვევებს ბრჭყალებში შეშლილები აკეთებენ, ხო, რომლებიც ნორმიდან ცოტა გარეთ გაიხედავენ ხოლმე. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც სულ წესებით და სულ ნორმებით ხელმძღვანელობენ, ძალიან ხშირად სამყაროს ისე აქვს შემოსაზღვრული, რომ გონიათ, რომ უკვე ყველა პასუხი იციან. და შენ რომ რაღაცა წარმოიდგინო განსაკუთრებული, ცოტა უნდა გქონდეს ტენდენცია, რომ გაარღვიო ეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მიღებულია, რომელზეც ხალხს არ გაეცინება და შენს იდეას არ დაარქმევენ ბოდვით იდეას, ხო? იმიტომ რომ ბოდვითი იდეიდან, ფანტაზმიდან იწყება სწორედ ჩვენი ყველაზე მთავარი სააზროვნო შრე, ეს არის აბსტრაქტული აზროვნება, რაც არ აქვს ცხოველს. დანარჩენი ცხოველს ყველაფერი აქვს. აბსტრაქტული აზროვნება გახლავთ ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, მაგალითად ჩვენი ღირებულებები, პატრიოტიზმი, არ იცის ცხოველმა რა არის, პატიოსნება, არ იცის ცხოველმა რა არის, ხო? ეს ყველაფერი არის აბსტრაქტული აზროვნების ნაყოფი, რომელსაც ადამიანი თხზავს, იუმორი, ერთგვარი პარადოქსი, რომ ჩვენ ვიცინით იმაზე, რაც სატირალია რეალურად, ეს ჩარლი ჩაპლინის სიტყვებია, სხვათა შორის, რომ ისო, რაზეც კომედიური ფილმის ყურებისას თქვენ გეცინებათო, თქვენ რო დაგმართოდათ, ტირილით მოკვდებოდით. ხო? ესე იგი, გამკლავების გზა არის იუმორიც პრობლემებთან და ყველაზე კარგი იუმორი გაჭირვებულ ერებს აქვთ. მაგალითად, საუკეთესო იუმორი ებრაელებს, ვისაც სულს დევნიდნენ. იმიტომ რომ ვინც კეთილდღეობაშია, იქ არ ხდება ისეთი ჩიხები, რომელსაც სიცილით განმუხტვა სჭირდება, რომ ადამიანი გადარჩეს. ესე იგი, აბსტრაქტულ აზროვნებაში შედის ფანტაზია და შედის წარმოსახვის უნარი. წარმოსახვის უნარის და შემოქმედებითობის გარეშე ადამიანური არსება უბრალოდ არ არსებობს. ესე იგი, ეს კიდევ ერთი დამატებითი განსაკუთრებული ჩვენი ნაწილია აზროვნების, რომელიც მაღალ განვითარებას მოწმობს ჩვენსას, ხო? და აი ეს აბსტრაქტული აზროვნება შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ ადამიანში, რომელსაც შეშლილსაც ეძახიან, არა? და აი ასეთი მაგალითად არტ-თერაპია იმიტომ მიყვარს, რომ ჩემს პაციენტებს ვეუბნები, რომ ყველაფერი, რაზეც შეიძლება გარეთ გითხრან, რომ უიმე რა სიგიჟეა, არტში ყველაფერი გენიალური ჩანს. და აი აქ ჩვენ შეგვიძლია, რომ იმაზე, რაც ვიღაცა შეიძლება სიგიჟეთ ეჩვენოს, მოდი შევასხათ ფორმა და მერე ვილაპარაკოთ, როდესაც ის უკვე დაიბადება როგორც ფორმა. ერთი რამე არის კიდევ გასათვალისწინებელი, რომ დღევანდელ დღეს აი სადღაც ისეთი გონება-מחვილური ის ნახე შეფასება, რომ ადრეო რაღაცას ეძახოდნენ, რომ ესო ადამიანის ხასიათიაო.
მაგალითათო სისუფთავის მოყვარულიაო. დღესო მიარჭობენ დიაგნოზო ობსესიურ კომპულსიური აშლილობა აქვსო, რომ სააცკრიალებს ყველაფერს სიმეტრიულად ხო წესრიგის მოყვარულ ადამიანსო. ესე იგი ნებისმიერი რაღაცისთვის უკვე ისე ჩაიშალა კლასიფიკაციაში ყველაფრის შესაბამისი ტერმინი არსებობს, რომ პრაქტიკულად აი ბუნებრივი მიმღებლობა იმისა, რომ ვიღაცა რაღაცას მეოცნები არა გინდა თუ არა ბოდავს და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი ყველაფერს მიესადაგა რაღაც ტერმინი, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად აი რაღაც სამედიცინო ტერმინებით შეიძლება ააწყო ადამიანის ფსიქოტიპის შესახებ აღწერო ადამიანი, მაგრამ არ თქვა უბრალოდ მარტივად, რომ ხო, ნუ მას ძალიან უყვარს მაგალითად ისა რა ქვია, სისუფთავე, ან რაღაცა მსგავსი, ხო? ხასიათის ნიშნები ოდნავ უტრირებულიც კი უკვე მიეწერება ხოლმე, რომ აქ ფსიქიკაში რაღაცა არ არის წესრიგში. ესე იგი, ჩემი პირადი დეფინიცია გახლავთ ეს, რომ მენტალური ჯანმრთელობა არის სულის შემოქმედებითი მოქნილობა. ესე იგი, უნარი რომ გარდავქმნათ ტკივილი მნიშვნელობად, რომ მივანიჭოთ ტკივილს მნიშვნელობა, შემთხვევა გარდავქმნათ ამბად, ისტორიად, გამოცდილებად და ყოველდღიური ცხოვრება აზრიან არსებობად. აი ამას ვეძახი მე ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომ თავი, მაგრამ ნამეტანი გრძელია, ამას სახელმძღვანელობაში ასე ვერ შეიტან. ბიოფსიქოსოციალური მიდგომა არის უფრო ზუსტი. ადაპტაციის ყველაფერზე, როდესაც მენტალურ ჯანმრთელობაზე ვლაპარაკობთ, ყველაფერზე შეიძლება მსჯელობის გამართვა, ხო? აი მსჯელობის გამართვა მაგალითად მე ხა დავსვი კითხვა, რომ რას ნიშნავს თქო მენტალური ჯანმრთელობა? ადაპტაციას თუ შინაგან ავტონომიას. ესე იგი, ადაპტაცია არის რომ ჩავკლა ჩემში ყოველი მოსული რაღაცა ცოცხალი ასე ვთქვათ, ბოდვითი იდეა, სწორედაც რომ იმპულსი, სააზროვნო იმპულსი, იმიტომ რომ ვაიმე ეხა ეს რო ვთქვა არ დამცინონ, ვაიმე ეს რო გავაკეთო ეხა ისე არ მიიღონ და აბსოლუტურად ჩავჯდე იმ გავხდე ავტომატი, რომ აი რაც გარემოში ხდება, გავყვე აუცილებლად იმას, ხო? იმიტომ რომ მცირედი კონფორმიზმის გარეშე ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით სოციალური არსებები, იმიტომ რომ მაინც გვიწევს რაღაცა მოვიმოქმედოთ ჩვენი დიდი ჯგუფის, მცირე ჯგუფის, ვინც არიან ჩვენი მეგობრები და ვინც არის ჩვენი საზოგადოება. კიდევ უფრო დიდი კულტურული შენაერთის, რასაც ქვია ერი, ხო? ჩვენ თუ არ გავითვალისწინებთ რაღაც ეროვნულ მოთხოვნილებებს, არ გავითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების გარკვეულ სურვილებს და იმას, ნუ გამორიცხული არის. ასე ჩვენ სოციალური ტვინი ვერ გაგვივითარდება. აი ხა ჩემი შვილიშვილი ძალიან სასაცილოა, ძალიან ბეიბი მენიუ აქვს. ანუ ჯერ კიდე 9 წლის გახდა, მაგრამ ძალიან მცირე რაღაცას ჭამს და უყვარს. მაგრამ იყო მეზობელ ბავშვთან სტუმრად და იქ გაუმასპინძლდნენ სუშით. და ეხა ეს ბავშვი რომ მოვიდა სტუმრად, მეუბნება რომ სუში წამოიღე აგროჰაბში იყიდებაო, ესეც გამოიკითხა. ხო და უა გავგიჟდი რომ შენ სუში შეგიყვარდა თქო, მაგრამ ესე იგი ესეც არის რომ აი სოციალური ტვინი როგორ მუშაობს, რომ რაც დააფიქსირა რომ აი ამ ბავშვის ოჯახში მიღებულია, ამ ბავშვს უყვარს, მოუნდა რომ იმით გაუმასპინძლდეს. აი ეს არის უკვე სოციალური ტვინი, რომ დაიწყო მან არეკლა, რომ რა იქნებოდა და იმას აჩვენა რომ იცი რა მე და შენ ერთნაირი ინტერესები გვაქვს, ნახე ორივე სუშის ვჭამთ. ესე იგი, ამის გარეშე უბრალოდ ჩვენ ვერ გავხდებით სოციალური არსებები, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე საკითხი არის ის, რომ თუ ჩვენი სურვილებისთვის, ჩვენი შინაგანი ავტონომიისთვის არ დაგვრჩა ადგილი, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვკვდებით, ჩვენ უკვე ვარდებით დეპრესიაში, ხო? აი ეს არის ნამდვილად ის და აი პირველი არის კიდევ გამომრჩა, ესე იგი ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალური მიდგომა, ეს არის სამედიცინო სტანდარტი, როგორც მოგახსენეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა დავამატო ეგზისტენციალური კიდევ ერთი პუნქტი, რომლის გარეშეც ადამიანის მენტალური ჯანმრთელობა არ არის სრულყოფილი. იმიტომ რომ ეგზისტენციალური ნაწილი ჩვენი ფსიქიკის უკავშირდება სწორედ აბსტრაქტული აზროვნების ნაწილია და უკავშირდება საზრის და მისი ჯანმრთელობა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს არსებობის საზრისი და გვქონდეს პასუხისმგებლობა საზრისის შენარჩუნებაზე. აი, როდესაც ვიძახი, რომ ჩვენ მეთქი ყველაფერზე კამათი შეიძლება
შეიძლება გავმართოთ ფსიქოლოგიას, როდესაც ვეხებით, მაგალითად გამოგვადგება აი ამ საზრისი შენარჩუნების უკიდურეს იდეათ მაგალითად კამიუსეული სიზიფეს მითი. სიზიფეს მითი ალბათ ყველა თქვენგანმა იცით, რომ ის დაიწყევლა და მთელი ცხოვრება უნდა აიტანოს ქვა, რომელი ქვაც ისევ გორდება, ეს უზარმაზარი ლოდი და სიზიფემ ისევ უნდა აიტანოს, მერე ეს ისევ უნდა დაგორდეს და რაღაცნაირად ეს მითი, საერთოდ მითი, სიზმარის ზღაპარი, იგავი, ეს ყოველთვის არის მეტაფორული აზროვნება, რომელსაც შეიძლება იმდენი ინტერპრეტაცია მოეძებნოს, რამდენიც ადამიანია, როგორც თქვენ დაუახლოვდებით ამ სიბრძნეს, აი ამ ფანტაზმურ, სიზმრისეულ, სიმბოლურ აზროვნებას, იმდენი შინაარსი შეიძლება შეიძინოს მან, მაგრამ სიზიფეს აი ამ მითში, როგორც წესი მოიაზრებენ ხოლმე ადამიანის ყოფიერების ამაოებას. რომ აი ამაოა, რომ გავიღვიძეთ, ვიშრომეთ, წავედით, მოვედით, დავიძინეთ, რაღაცა, ხო? ნუ ან რა ვიცი, მაშინ უნდა ვიყოთ ისეთი კარგი დევიანტები, როგორებიც არიან გმირები, იმიტომ რომ გმირობაც არ არის ნორმატიული აქტი, დევიაციაა, გადახრაა, გადახვევაა ესეთ სოციალური ჩვეულებრივი ნორმისგან, მაგრამ ეს არის ძალიან ესთეტიკური გადახვევა, იმიტომ რომ ადამიანი ამავდროულად არის ჰომო ესთეტიკუსი და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ლამაზი სიცოცხლე, ლამაზი არსებობა და ლამაზი აღსასრული, ლამაზი ფინალური სცენა. და გმირობა როგორც აღმატებული, რომელთაც ჩვენ სწორედ ჩვენი აბსტრაქტული აზროვნებით აღტაცება შეგვიძლია, რჩება როგორც კაცობრიობის იდეალად. იმიტომ რომ მასთან წვდომა არ შეგვიძლია ყველას, ხო? და კამიუს სიზიფეს მითი აბსოლუტურად სხვანაირად აქვს გაგებული და ის ამბობს, რომ სიზიფე გმირია, სიზიფე არის არა ამაოების მსხვერპლი, არამედ გმირი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავს არ მოიკლავს აი ამ ამაოების და სისულელის გამო, რა სისულელეშიც კაცობრიობის ცხოვრება არის თავგაყოფილი, არამედ ის ამაყად, აი ამ მისი დამაწყევარი ღმერთების ჯინაზე, ყოველ ჯერზე აიტანს, რამდენჯერაც დაგორდება, ხო? ესე იგი მეორენაირად შეგვიძლია გავიგოთ სიზიფეს მითი და 100-ნაირად შეგვიძლია ალბათ გავიგოთ, მაგრამ ეს არის ძალიან საინტერესო, რომ სიზიფე საზრის პოულობს აბსურდში. და აი ის რომ ვიძახით რომ რა აზრი აქვს ცხოვრებას, აზრი ჩვენ თვითონ ვართ ცხოვრების. აი ეს არის კიდე პასუხისმგებლობა, როდესაც მე სათაურში ვთქვი რომ მენტალური ჯანმრთელობა ეს არის პასუხისმგებლობა საკუთარ არსებობაზე, აი ეგზისტენციალური საზრისის მიმართ პასუხისმგებლობაში ალბათ აი ასე მოვიაზრებდი ამას, ხომ? ხო, ესე იგი, ფსიქოლოგიაში საერთოდ არის ძალიან ბევრნაირი მიმდინარეობა, მათ შორის საფუძველი გახლავთ ფსიქოანალიზი. ფსიქოანალიზი არ უყურებს მენტალურ დაავადებებს ისე, როგორც ეს არის დაავადებათა კლასიფიკაციაში, რომ აი ეს არის შფოთვითი აშლილობების ჯგუფი, ეს არის ფსიქოზური აშლილობების ჯგუფი, კვებითი აშლილობების ჯგუფი, პიროვნული აშლილობების და ასე შემდეგ, ხო? მთელი ჩამონათვალი გვაქვს დაავადებების. ფსიქოანალიზი თვლის, რომ ჯანმრთელობა არის იმპულსების, გაუცნობიერებელი იმპულსების, განდევნილი და რეპრესირებული იმპულსების ცნობიერად გადაქცევა, ცნობიერებაში შემოტანა. და გამომდინარე აქედან ფსიქოანალიზისთვის მენტალური დაავადება რაღაცა დეფიციტი კი აღარ გამოდის, არამედ ის გამოდის შესაძლებლობა გარდაქმნისათვის. ესე იგი, ეს არის გზა, რომლითაც ფსიქიკა ეძებს არსებობის უფრო ნამდვილ ფორმას. ესე იგი, დაუახლოვდეს იმ თავის გამდევნილ და რეპრესირებულ სურვილებს, ინსტინქტებს იმისათვის, რომ იპოვოს მისთვის უფრო ნამდვილი და მისთვის უფრო გამოსადეგი ფორმა. ფენომენოლოგიური სკოლა ამბობს, რომ ადამიანის პასუხისმგებლობა ვრცელდება რაზე? ჯანმრთელობის პასუხისმგებლობა, რომ არსებობა არის მუდმივი არჩევანი და ეს არის, რომ შენ პასუხს აგებ საკუთარი ცხოვრების ფორმაზე მუდმივად, იმიტომ რომ ეს ფორმები ჩნდება და იშლება. ეს არის მუდმივად ყოფნა, თანხლება აი ამ სხვადასხვა ფორმაში, რომელშიც ჩვენ ვიღვრებით, ხო?
და ნუ ეგზისტენციალური გაგებით ეს არის რასაკვირველია პასუხისგებლობა თავისუფლებასთან, იმიტომ რომ პასუხისგებლობა ეგზისტენციალური გაგებით ითვლება როგორც ტვირთი იმისა, რაც მოსდევს თავისუფლებას, რომ რამდენადაც თავს გაინთავისუფლებ, იმდენად შენ უნდა ზიდო შენი საკუთარი არსებობა და საკუთარი ტკივილი და ამ ტკივილსაც გაუსწორო თვალი და შეგეძლოს მასთან დიალოგი და არა უარყოფა. ესე იგი, კიდევ ერთხელ რომ დავუბრუნდეთ რა არის მენტალური ჯანმრთელობა, მენტალური ჯანმრთელობა არავითარ შემთხვევაში არ არის ტკივილის არარსებობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად იმდენი ლაპარაკი არის დღეს სტრესის გაუნებელყოფაზე, იმდენი რომ სტრესის მართვა, იმდენნაირი ტრეინინგი იმართება ამის შესახებ, რომ რაღაცნაირად ადამიანებს იმის ილუზიაც კი ექნებათ, რომ თითქოს ყოველგვარი ტკივილი პათოლოგია იყოს და აღარ უნდათ აღარაფრის გაძლება. მეორე საკითხიც არის, რომ დღევანდელი ადამიანი ძალიან გადატვირთული არის ტექნოლოგიურად, ძალიან გადატვირთული არის ინფორმაციულად, ძალიან აჩქარებულია ტემპი, რომელსაც ვერ ეწევა ჩვენი ფსიქიკური ცხოვრება, ჩვენი ემოციური ცხოვრება ამას ვერ ეწევა. ესეთი აჩქარება ცივილიზაციებს აქვს ხოლმე. ის რომ ჯანმრთელობა არავითარ შემთხვევაში არ არის ტანჯვის არარსებობა, აი როგორც დავიწყეთ იმ დეფინიციით, რომ ჯანმრთელობაო, ხო, რომ მენტალური დაავადება ის არის, რაც იწვევს ტანჯვასო, არ არის ეს ასე, იმიტომ რომ ტანჯვას ბევრი რამ იწვევს, რაც სულაც არ ნიშნავს დაავადებას, პირიქით. ნორმალური რეაქცია, ეხლა თუ კი ჩვენ გვაქვს გლოვის მდგომარეობა, გლოვის მდგომარეობაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიქნებით ბედნიერები, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს დაავადებას, ეს არის ადეკვატური რეაქცია, თუ კი არ გადავა პათოლოგიურ გლოვაში. და ასევე არის, რომ რაღაცა, რაც სულაც არ იწვევს ტანჯვას, შეიძლება პირიქით იყოს ის, ხო? ესე იგი, მენასეზე ვლაპარაკობდი, რომ მენასე ამბობს, რომ საშინელი კატაკლიზმებიო, ომები და უბედურებები ხდებაო მაშინო, ემთხვევა იმ პერიოდებს, აი მსოფლიო ომები და ისინიო, როდესაცო სამყაროს ტემპი, კაცობრიობის ტემპი ძალიან აჩქარდებაო ცივილიზაციურადო და აი მაგალითად რომ პირველი მსოფლიო ომი დაემთხვა და მეორე მსოფლიო, როდესაც გემთმშენებლობა წამოიწყესო და ძალიან რომ დაჩქარდა ცხენებით და იმითი ურმებით რომ აღარ დადიოდა ხალხი და დაჩქარდა მოგზაურობა, ფოსტის მიტანა, მოტანა და ეხლა წარმოიდგინეთ როგორ 100,000-ად უფრო აჩქარდა ეს ტემპი დღევანდელ სამყაროში, რომ ადრე მართლა სახლის ტელეფონი რო გქონდა და დედაჩემს რო ვურეკავდი ფოსტიდან, ამბროლაურის ფოსტიდან თბილისში და ღრიალებდით მთელ ფოსტაზე და ეს ხდებოდა თვეში ალბათ ორჯერ. ეხა არის რომ წამებში თუ არ გვიპასუხა ჩვენმა ახლობელმა როგორც იმ წუთავს შფოთავთ რომ როგორ ჩვენ ხო ვიცით რომ კიბორგები ვით, სულ ხელში გვაქვს ეს დანადგარი ჩვენი გაგრძელებაა უკვე სხეულის და რას ქვია ადამიანმა, ესე იგი სულ აი ამ აჩქარებულმა ტემპმა ომებიც გამოიწვია როგორც ხედავთ საბოლოო ჯამში, მაგრამ გარდა ომებისა და მენასეს თეორია დადასტურდა, ასე ვთქვათ, მაგრამ ამას გარდა ძალიან მუდმივად ადამიანი არის დაღლილობის სინდრომით. მას აღარ აქვს მედიტაცია, იმიტომ არის აი რომ შემოვიდა აღმოსავლური პრაქტიკები, რომ აღმოსავლელები, სხვათა შორის ფსიქოლოგები ძალიან საყვედურობდნენ DSM-ს და დაავადებათა კლასიფიკაციას იმაში, რომ სხეულსო ნაკლებად ითვალისწინებთო. და ეს მედიტაციური პრაქტიკები, სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკები ახლა ძალიან შემოვიდა ფსიქოთერაპიულ სისტემაში, უფრო მეტი ყურადღება მივაქციეთ ამას უკვე, ხო? მართლაც. და რატო არის ეს მედიტაცია რო გავიძახით, იმიტომ რომ უბრალოდ ჩვენ აღარა გვაქვს ფიქრის დრო ხშირად და ის რაც განვიცადეთ დღის განმავლობაში, გავიგონეთ დღის განმავლობაში, მისი გადამუშავების დრო არა გვაქვს და დახეტიალობს ეს მიღებული ნედლეული შთაბეჭდილებები ჩვენში, ხან კივილის სახით ეხეთქება ჩვენს შინაგან სამყაროს და ვერ ახერხებს ის გადაიქცეს რაიმე სააზროვნო ფორმად. და შემდეგ ეს უკვე გვიპირისპირდება როგორც შფოთვა და არ იქა შფოთვითი აშლილობა. ყველას მერე ვითომ შფოთვითი აშლილობა აქვს. სინამდვილეში ეს არის, რომ ფიქრისთვის დრო ვერ მოვნახეთ და ფიქრის დრო თუ დიდხანს ვერ მოვნახეთ, მერე უკვე ჩვევაც აღარა გვაქვს.
ეხლა კიდევ ერთი რამ არის, რომ მაგალითად თამაშში ბავშვები ავითარებენ ნეირონებს ყველაზე მეტად. და აი ამ შემთხვევაშიც ბავშვებს ჩვენ სულ შევთავაზეთ ავტომატური სათამაშოები. ძალიან გაუმჯობეს მაგალითად თოჯინები, რომლებიც ელაპარაკებიან ბავშვებს და უკვე ბავშვი თვითონ კი არ იგონებს თოჯინასა და თავის თავს შორის დიალოგს. არამედ თოჯინა უკვე თვითონ გამზადებულ პროგრამას თავაზობს. ასევე ელექტრონული თამაშები, ვიდეო თამაშები და ასე შემდეგ. მზამზარეული თამაშები, რომელიც ადამიანებს ხელს უშლის იმაში, რომ საკუთარი პროგრამა განავითარონ. რაღაცის განვითარებაში ხელს უწყობს იმპულსის თუ სხვადასხვა შეგრძნებების, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას აკლებს ბავშვს. მშობლებსაც აღარ სძალიათ იმისთვის, რომ ბავშვთან მეტი ითამაშონ და ესეც ბავშვს უფრო მეტი და მეტი ფიქრის და იმპულსის განდევნას იწვევს ბავშვობაშივე, ხო? შემდეგ არის კიდევ ასევე ცივილიზაციური ცვლილებები რა მხრივ, ცხოვრების წესის მხრივ, რომ აი დიდი ქალაქის მაცხოვრებლები და უფრო მჭიდრო დასახლებები როგორ ურთიერთობენ ერთმანეთთან. დიდ ქალაქებში უფრო ინდივიდუალისტური კულტურა არის, მაგრამ ეს ინდივიდუალისტური კულტურა და უფრო მეტად საზღვრების ნამეტანი დაცვა შემდეგ უკვე სევდას და იზოლაციას იწვევს, რომ იმდენი აღარ არის ურთიერთობა, ვიწრო დასახლებაში, მაგალითად სოფლის მოსახლეობაში შეიძლება პირიქით ძალიან შეჭრილი იყოს ნათესაური კავშირები და ძალიან შეჭრილი იყოს მეგობრული კავშირები, ზედმეტად საზღვრები არ იყოს პირიქით დაცული. თუ კი ქალაქის მაცხოვრებლებში საზღვრები ნამეტანი ჩაბეტონებული ხდება თანდათან, იქ ნამეტანი დარღვეული არის და ასე შემდეგ. ხო, ეს ყველაფერმა შეიძლება კიდევ გაამძაფროს ჩვენი შეგრძნება იმისა, რომ ხან დეპრესია გვაქვს, ხან მარტო ვართ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი კიდევ რაც არის ადამიანური ჯანმრთელობის საკითხში, ეს გახლავთ სიმბოლური აზროვნება. ნუ სიმბოლური აზროვნება, ესეც არის აბსტრაქტული აზროვნების ნაწილი, მაგრამ ის ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი სიმბოლური აზროვნების ვერ შეუძლებლობა, სწორედ რომ შეიძლება ახლდეს თან მაგალითად ფსიქოზურ დაავადებებს, მაგალითად ძალიან მწვავე დეპრესიას და სხვა, ხო? ესე იგი სიმბოლური აზროვნება ეს არის უნარი, რომ გამოცდილება აღიქვა არსის მნიშვნელობის და ურთიერთკავშირის დონეზე. და სიმბოლიზაცია ეს არის მთავარი პროცესი იმისთვის, რომ დავამარცხოთ ტკივილები, გამოვიგლოვოთ რაღაც, მივუჩინოთ ამას ადგილი და სიმბოლიზაცია ზოგადად გარდაიქმნება იმპულსის სიმბოლო, გარდაიქმნება ოცნებებად, სიზმრებად, ხელოვნებად და სააზროვნო პროცესად, ხო? ესე იგი, ამ გზით ინარჩუნებს ადამიანის ფსიქიკა თანმიმდევრობას. თუ ვერ შევძლებთ სიმბოლიზაციას რაღაცეებისას, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ფსიქიკა ვერ შეასრულებს ყველანაირ ძალიან ბევრი ნიუანსი არის, მოკლედ აი ძალიან ერთ-ერთი ეხლა ძალიან მაინტერესებს ხოლმე ნეირომეცნიერების კუთხითაც რაღაცები. აი მაგალითად შიზოფრენიით დაავადებულ ადამიანების კვლევაში არის ასეთი ჩაღრმავებული სახის კვლევა. ეს რას ნიშნავს, რომ აჩვენებენ დაავადებულ და არადაავადებულ ადამიანებს ჩაღრმავებულ ნიღაბს. მაგრამ ეს არის ელექტრონული გამოსახულება და თქვენი უმეტესობა ამას შეხედავს და იტყვის, რომ ეს არის ამობურცული სახე. ესე იგი, თქვენ იმართებით ილუზიით და წარმოსახვით აღადგენთ სახეს, იმიტომ რომ ტვინს შეუძლია გამოცდილების გამოყენება, როგორი უნდა იყოს სახე. შიზოფრენიით დაავადებული ამბობს, რომ ეს ჩაღრმავებულია, ანუ ხედავს ზუსტად ისე, როგორც ეს სინამდვილეში არის. და დიაგნოზს უსვამთ, რომ ისევათაო. პარადოქსია, ხო, ერთი მხრივ. მაგრამ ესე იგი, პარადოქსი სად არ არის ეს, რომ აქ ლაპარაკი არის ჩვენს კიდევ ერთ ფუნქციაზე, რომ წარმოსახვა დაიმახსოვროს და ილუზია აღიქვას როგორც იმწუთიერი რეალობა. აი ასეთი რაღაცეებით მონაწილეობს იმაში, ჩვენ რას ვარქმევთ ავადყოფნას და კარგად ყოფნას.
რეალურად ეხა მე დავხარჯე თითქმის ჩემი დრო და ამის შემდეგ მირჩევნია რომ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ, უბრალოდ მოვამრგვალებ ისევ და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ესე იგი მენტალური ჯანმრთელობა, ესე იგი როგორც მოგახსენეთ, ჩემთვის არის შემოქმედებითი უნარი, რომ ფსიქიკამ ყველაფერს მიუჩინოს თავისი ადგილი, რომ ფსიქიკამ პასუხი აგოს თავის ემოციებზე, თავისი ტკივილების ატანაზე და თავისი ცხოვრების საზრისზე, ხო? ესე იგი ეს არის დამოუკიდებლად ყოფნის მდგომარეობა, ხო, ფუნქციურად ყოფნის მდგომარეობა. ალბათ ყველაზე მეტად ამას უკავშირდება, რადგან მენტალური დაავადება კავშირში არის ფუნქციის მოშლასთან, რომ მე აღარ შემიძლია რაღაცეები გავაკეთო და ამავდროულად მენტალური ჯანმრთელობა კავშირში არის სტრესის გადაუტანლობასთან. რომ მე არ შემიძლია მცირედი სტრესი გადავიტანო მარტივად. აი ეს არის ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ რო აგვეღო ერთი რომელიმე კონკრეტული მდგომარეობა, რომელსაც დიაგნოზს ვარქმევთ, ცხადი არის რომ უფრო ამომწურავად შეიძლებოდა მასზე გველაპარაკა, თუმცა თუ თქვენი ინტერესი იქნება ზოგიერთ მდგომარეობაზე რომ ვილაპარაკოთ, თქვენ შეკითხვებს დაველოდები, რომ მე აღარ დაგღალოთ ჩემი მონოლოგით. მადლობა თქვენ. და მოურიდებლად დასვით კითხვას, იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით ესეთი ზოგადი თემა მე არ ამირჩევია შემიკვეთეს. ხო, ამიტომ თქვენ თუ უფრო მეტი კონკრეტიკა გინდათ რაიმეში? მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის. ესეთი კითხვა მაქვს. ინტერნეტ დამოკიდებულება განსაკუთრებით მოზარდებში. აი როგორ გესახებათ, არის თუ არა ეს პრობლემა თუ გამოწვევა და ამ უნდა მივაქციოთ ყურადღება, არ უნდა შევსყუდოთ მოზარდი. აი ამ თვალსაზრისით რომ ვისაუბროთ. კი ბატონო, ამაზე ძალიან ბევრი კვლევებიც არის, რომ აი რაღაც ერთგვარი ნარცისისტულ გარსში ექცევა თითქოს მოზარდი, რომელიც აი ამ პატარა ეკრანიდან ხედავს მთელ სამყაროსო და ძალიან სწრაფ პასუხს იძლევიან, რომ რა თქმა უნდა ეს პრობლემაა, მაგრამ მე ასე მკაცრად, აი როგორც მთელი ჩემი მონოლოგიც პრინციპში ის იყო, რომ აი სად არის ჯანმრთელობა, სად არის რა ნაწილში, ესე იგი ყველაზე დაავადებულ ადამიანს, ვისაც ვეძახით, რაღაცა ნაწილში ჩვენზე ბევრად უფრო ჯანმრთელია და რაღაცაში ჩვენ ვართ და აი სულ ესე კატეგორიულად არ ვუყურებ რაღაცებს. მით უმეტეს არ ვუყურებ აი იმ გამოწვევებს, რომელიც მოაქვს დროს. რომ ტექნოლოგიებით ჩვენ სარგებლობთ, რა თქმა უნდა, და ცხადი არის თუ კი მოზარდი თავიდან ბოლომდე შემძვრალი არის აი ამ ეკრანში და ვეღარანაირ სხვა ფუნქციას ის ვეღარ ასრულებს, ვეღარც ურთიერთობს, ვეღარც მეგობრობს, სხვა ვეღარაფრით ინტერესდება და მთელი მისი ფსიქიკა ჩაკეტილი არის აი ამ მოციმციმე ვირტუალურ სამყაროში, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რომ შევწუხდეთ ნამდვილად, იმიტომ რომ მოზარდს სჭირდება ფიზიკური განვითარებაც, მოტორული განვითარებაც, ყველაფერი ერთად ქმნის ჩვენს ჯანმრთელობას, ხო? ასევე სოციალური განვითარება, ნამდვილი სოციალური კავშირების დამყარების უნარი და აი ბიოფსიქოსოციალური მოდელი ხომ ამასაც გულისხმობს. მაგრამ სხვა შემთხვევაში ის რომ მოზარდი ჩვენზე ბევრად მეტ დროს ატარებს ტექნოლოგიებთან, მე ეს მიმაჩნია ბუნებრივ დროის მოტანილ საკითხად, რომელთან ბრძოლაც ჩემი აზრით ფუჭია. მაგრამ მცირეწლოვან ბავშვებს თუ მოვარიდებთ, გარკვეულწილად ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა გარკვეული დოზით არ დავუტოვებთ ამ სათამაშოს, მაგრამ შევუვსებთ ცხოვრებას სხვა იმ აუცილებელი მოქმედებებით, რამაც სხვა სახის განვითარება უნდა გამოიწვიოს მათში. ასეთ შემთხვევაში შეიძლება რომ ჩავთვალოთ, რომ ძალიანაც ნორმალურია, იმიტომ რომ მოზარდები დღეს მაღალანაზღაურებად პროფესიებსაც კი სამსახურებსაც კი შეუვლობენ, სწორედ იმიტომ რომ ამ ტექნოლოგიებთან დაიბადნენ, ასე ვთქვათ, ხო?
და ცხადია იმასაც გააჩნია, რაში იყენებს და როგორ იყენებს, იმიტომ რომ შეიძლება განვითარებისთვის გამოიყენო, მოусმინო ლექციას, მოусმინ, რა ვიცი, წიგნები ჩამოტვირთო მოსასმენი, ბევრი რამე შეიძლება, ხო და შეიძლება რომ მხოლოდ ელექტრონულ თამაშებში გამოიყენო და ესეც სხვადასხვაა ცხადია. ანუ უბრალოდ ის რომ ის ხშირ დროს ატარებს ეკრანთან, არ იძლევა სრულ სურათს იმისა, არის თუ არა ავად ამ შემთხვევაში. მოგესალმებით, მადლობა საინტერესო ლექციის მოსმენისთვის. თქვენ ახსენეთ ჰიპომანია და მაინტერესებს თქვენი რეკომენდაცია როგორ იქნება, როგორ შეგვიძლია მართოთ ეს პროცესები და არ გადაიზარდოს უფრო შფოთვით აშლილობაში და ეს არ გახდეს დემოტივატორი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის. ეს კი მოგვიყვება. ჰიპომანია ახლავს ბიპოლარულ აშლილობას და არაშფოთვით აშლილობას, თუმცა შეიძლება შერეული იყოს და როდესაც არის ბიპოლარული აშლილობა დაემატოს ამას ცხადია შფოთვაც, ხო, სხვადასხვანაირი და ჩაეფინოს, ასე ვთქვათ, რამდენიმე დიაგნოზი ერთად იყოს. მაგრამ ჰიპომანია, როგორც მოგახსენეთ, აი შეიძლება მისი მართვა ჯერ ეგერთი მედიკამენტურათაც, მაგრამ მედიკამენტების გარეშე, მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსების ნაწილი საერთოდაც თვლის, რომ არავითარი ბიპოლარობა არ არსებობსო, რომ ყოველგვარი მანიური ეპიზოდი ეს არისო დეპრესიის კომპენსაცია. რომ აი ადამიანი დიდხანს საერთოდ აი დეპრესიას აქვს ძალიან საინტერესო ორმაგი ფორმა მართლაც თვითონ სააზროვნო პატერნებშიც. აი მაგალითად დეპრესიის ყველაზე მთავარი სიმპტომი არის არარაობად თავის მიჩნევა. რომ მე ვარ არავინ, მე ვარ საზიზღარი, მე ვარ ნული, მე ვარ ხელმოცარული, აბა მე რა სიყვარულის ღირსი ვარ, მე ხო საზიზღრობა ვარ და ამიტომ არავის არ უყვარვარ და საერთოდ რა სიცოცხლის ღირსი ვარ და სიკვდილი მინდა, ხო? ბრალეულობის განცდა, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია, რაღაც გაფუჭდა ჩემი ბრალია, სამყარო რო ასეთ საშინელია ჩემი ბრალია და მოკლედ ყველაფერი ჩემი ბრალია და მე ვარ საზიზღარი. ეს არის დეპრესიის ყველაზე მტანჯველი და ტიპიური სიმპტომი. მაგრამ აი ამისი საპირისპირო მხარე გამოიყურება როგორც ნარცისტული მხარე. ეხლა ნარცისიზმი რაში მდგომარეობს, რომ აი დეპრესიით დაავადებული ამბობს, რომ ვაიმე, აი ვიღაცა იქ რო კლდიდან გადაიჩეხა, ჩემი ბრალია, იმიტომ რომ მე რაღაც შემეძლო ზემოქმედება მომეხდინა. და ეს უკვე არის, რომ ესე იგი ხუმრობით კიდეც ვეუბნები ხოლმე რამხელა წარმოდგენა გქონია შენ თავზე, თქო, რომ შეხა იქ სადღაც აფრიკაში რო ბავშვები შიმშილობენ, თუ შენი ბრალი გგონია, ესე იგი ნახევრად ღმერთი გგონია თავი და შენ ამბობ, რომ არარაობა ხარ? ნუ ეს რა თქმა უნდა ხუმრობაც შეიძლება ხოლმე ხანდახან, ხო გააჩნია იმ წუთას ადამიანი როგორ მდგომარეობაში არის. ხო და რაც შეეხება ჰიპომანიას, რომელიც არის უფრო ისეთი ტიპის მანია, რომ პირიქით სასიხარულო შეგრძნებებსაც კი იწვევს და ადამიანს სწრაფ-სწრაფად ბევრ საქმეს აკეთებს, ასეთ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი რიტმის დასწავლა. და აი როგორც გითხარით აი ფსიქოანალიტიკოსები ამბობენ რომ აი ამ ჩაკლული ენერგიიდან წვეთ-წვეთად სადღაც ენერგია გროვდება და კომპენსაციურად მერე თითქოს ამ მანიური ეპიზოდის სახით გვიბრუნდებაო, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა სახელს როგორ დავარქმევთ და როგორ აღწერთ ამას თეორიულად. მთავარია ის როგორ შეიგრძნობა. პრობლემა ის არის რომ როგორც წესი დეპრესიული ფაზა უფრო ხანგრძლივია ხოლმე ვიდრე მანიური, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც არის ჰიპომანია, ნამდვილად შეგვიძლია ჩვენ გვქონდეს გეგმები, ვატაროთ სურვილები და ოცნებები, აი ამ ჰიპომანიის პერიოდში განვახორციელოთ მათი უმეტესობა და წამოვა დაბლა გუნება განწყობა, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე შეგვიძლია რომ ინერცით პატარა ნაბიჯებით ვიაროთ წინ. აი ეს პატარა ნაბიჯები საერთო ცხოვრებაში აკეთებს ყველაფერს. და პატარა ნაბიჯებს მე ვეძახი რაჭულ დისციპლინას. ეხლა რაჭული დისციპლინა რა არის? რომ ხო არის თვეში რაღაცა რამდენი სამუშაო დღე არის? 22, ხო, სამუშაო დღეა. თუნდაც უქმე დღეებზე რომ არაფერი ვაკეთოთ. აი ჩვეულებრივი რუტინის გარდა რომელიც შეგვიძლია. პლუს ერთი საქმე რომ მოვაგვაროთ თქო. ესე იგი თვის ბოლოს 22 საქმე გაქვს გაკეთებული. წარმოიდგინე და რა ადვილი. ხო, ნუ მართლა. და მე არის კიდე რაღაც ესეთი პატარა ხრიკები, ვის როგორ, ხო, მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს თუ მაქვს 10 საქმე, დავიწყო მარტივიდან. იმიტომ რომ ეს მარტივი საქმეები ჰოპ სწრაფად გაფრინდა და ტვინმაც მიიღო რაღაცა კმაყოფილება, რომ რაღაცეები გადავხაზე.
რომ ეს მოვაგვარე და ნელ-ნელა მიდიხარ იმ უფრო რთული და უფრო დიდი საქმისკენ, რომელსაც შეიძლება არ ეყოს ერთი დღე. მოკლედ, ესეც არის, რომ ამ რიტმში ნამდვილად შეგვიძლია უმართოთ, მაგრამ როცა არის ბიპოლარული აშლილობის პირველი ფორმა, იქ უფრო რთული არის და იქ ნამდვილად საჭირო არის ხოლმე მედიკამენტური დახმარებაც, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ეს დახმარება და არ არის ტრაგიკულად საქმე ამ შემთხვევაში თუ ადამიანი კარგად მოუვლის თავს. საქმეების მოგვარება გამახსენა. სიზარმაცე და მენტალური ჯანმრთელობა. სიზარმაცე და პროკრასტინაცია, ანუ საქმის მუდმივი გადადება, ბატონო. ხო. სიზარმაცე როგორც ასეთი რა არის, იცით, ჩვენ ყველანი ვართ რაღაცაში ჯანმრთელები, რის კეთებაც არ გვიყვარს. აქედან გამომდინარე, ამასაც აი ყველაფერს პროკრასტინაცია, ეს არის დაავადება, სიზარმაცე, ეს არის პათოლოგია. აი როგორც თქვი კიდევაც ჩემი მონოლოგის პირობებში, რომ ყველაფერს აწი უკვე რაღაცა ტერმინი მიესადაგება, რთული და ლათინური ენის მოსატეხი ისეთი, რომ დედა ეს რა საშინელება მჭირვებიაო, იფიქრებ ადამიანი და სინამდვილეში ამას ადრევე ეძახდით სიზარმაცეს კოხტად. ხო, ეხლა საქმე რა შერო ნებისმიერი ჩვენგანი არის ზარმაცი, როცა რაღაცის გაკეთება არ უყვარს რა, აი არ სიამოვნებს. მაგალითად, მე არ მიყვარს ჭურჭლის რეცხვა, მაგრამ კულინარია მიყვარს, იმიტომ რომ იმ გემრიელი საჭულის მოლოდინი მახარებს. და ხა ჭურჭლის რეცხვა აღარ მახარებს. და თავი უნდა განვაწყო, რომ აი რა კარგია სისუფთავე რო დაისადგურეს, აბა წარმოიდგინე და ნუ კი რაღაცა უნდა ჩემ თავში თავაგონო, რომ ამისი დალაგება მე მომიტანს კმაყოფილებას, რომ ნაგავში არ ვიჯდები, მაგრამ სიყვარულით ამას არ ვაკეთებ. ვიღაცებს მართლა უყვართ ჭურჭლის რეცხვა, ნერვებს მიწყნარებსო იძახიან და მე არ მიწყნარებს მიშლის. ხო, ამიტომ ეს რომ რაღაცა გვეზარება ნორმალურია. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს რაღაც სხვა საქმიანობა, რომელიც არ გვეზარება და უფრო დიდი სიამოვნებით იმას გავაკეთებდით. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გადავძლიოთ სიზარმაცე, თუ მივიჩნევთ, რომ რაღაცის გაკეთება ჩვენთვის საჭიროა, აუცილებელია. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის დაავადება სიზარმაცე, როდესაც ის არის პათოლოგიური, ყოვლის მომცველი და მას ტყუილად ეძახიან სიზარმაცეს, იმიტომ რომ ეს არის არა სიზარმაცე, არამედ უნარობა ადამიანმა რაიმე გააკეთოს და ან დაკავშირებული არის ენერგიის კატასტროფულ დეფიციტთან, რაც როგორც წესი თან ახლავს ხოლმე დეპრესიას, ენერგიის კატასტროფულ დეზორგანიზაციასთან, რომელიც შეიძლება შფოთვით აშლილობას ახლდეს, რომ ორგანიზებას ვერ უკეთებს შენს ენერგიას სწორად და შფოთვაში ისე გაიხარჯება ეს ენერგია, რომ ერთი წვეთი გადაგრჩა და ის წვეთი საარსებოდ ყოფნის, ან შეიძლება ეს იყოს პიროვნულ აშლილობასთანაც კავშირში, რომ ადამიანი ვერ აფორმებს საზრის, ვერ აფორმებს ვერაფერს, რითიც დაინტერესებას ხანგრძლივად შეძლებდა, ხო? და აქაც სააზროვნო პროცესი საზრისის პრობლემებთან გვაქვს უკვე აი ასეთ შემთხვევაში შეიძლება რაღაცა ტერმინები დავახვავოთ მაგ ჩვენ სიზარმაცეს, მაგრამ ის რომ ეხლა თქვენ რაღაცა დაგეზარათ დღეს რაღაც საქმის გაკეთება და გადადეთ ხვალისთვის და ძალიანაც არ გვიანდება, არაუშავს, ყველაფერი ავადმყოფობა რა თქმა უნდა არ არის. დეპრესიას ძალიან ხშირად დეპრესიას ჯერ ერთი აქვს სხვადასხვა ფორმები, არის აჟიტაციური ფორმაც, რომ ადამიანი სულ აჟიტირებულია და სულ რაღაცა ვითომ მხიარულივით იქცევა და სინამდვილეში უცებ მერე შეიძლება სუიციდი ჩაიდინოს და რა სჭირდა სამაგისოო, ახლობლები ამბობდნენ, სანამ არ ჩაუღრმავდები, მანამდე ვერ ხვდებიან რა სჭირდა სამაგისო და მერე უკვე რომ დაუსვამ შეკითხვებს, მერე სადღაც აღმოაჩენენ ხოლმე, რომ უი, ხო თურმე ეტყობოდა. მაგრამ გარდა ამ ატიპიური ფორმებისა დეპრესიის არის აი ესეთი ტიპიური ფორმა, ხო, რომ ენერგიის ნაკლებობა ბნელ ოთახში ყოფნა, დამძიმებული სხეული, ანთროპოლოგიური თვალსაზრისით დეპრესია არის არა უხასიათოდ ყოფნა, არამედ არ ყოფნა, მკვდრად ყოფნა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ანთროპოლოგიური თვალსაზრისით, გრავიტაცია სხეულიც კი მძიმეა და მიწისკენ გექაჩება, ფრთები ჩამოყრილია, ტუჩის კუთხეები, ვერტიკალური ნაოჭი, მწუხარე ნაოჭი ვითარდება სახეზე, ხო? გამომდინარე აქ და ადამიანის აი მისი
წარმოთქმაც ესეთი არის, რომ აი თითქოს მკვდარია, თითქოს თავის მკვდარ სხეულს დაათრევს და კოტარის ბოდვა თუ განვითარდა, აქ უკვე ჩნდება სხეული ორგანოების გარეშე. გეუბნება, რომ ორგანოები არა მაქვს, საერთოდ დეზორგანიზებულია ადამიანი. გეუბნება, რომ მე უკვე მკვდარი ვარ, ხო? ამიტომ ეს არის უმძიმესი დაავადება და ჩვენ ამ სიტყვას ყველაზე იოლად ვიყენებთ, მაგრამ ყოველთვის თქვენ რომ მძიმე პერიოდი გაქვთ და რაღაცა კარგახანს თავს კარგად არ გრძნობთ, ის შეიძლება არ იყოს დეპრესია. დეპრესიას უნდა კონდეს მდგრადი სიმპტომები 2 კვირა და მეტი. და ასეთ შემთხვევაში აი ეს რომ ეს რაიმე დადებით შეიცავს, არა ეს არის ძალიან დიდი ტანჯვის გამოცდილება და ამას ნამდვილად სჭირდება დაავადებას, რომელიც არის მძიმე, ეს არის ტანჯვის გამოცდილება, რომელსაც მხოლოდ დახმარება სჭირდება და ვერ დაგანახებთ დადებითი კუთხით. ამხელა ტანჯვას. მაგრამ ის რომ დაუშვათ რაიმე დარტყმამ, მაღალმა სტრესმა გამოიწვია თქვენი აი ცოტა ხანს გადაყირავება და თვითჩაღრმავება და ფსკერთან მიახლოვება, ამან შეიძლება რა თქმა უნდა ბიძგი მისცეს ახალ იდეებს და ახლიდან დაბადებას და დეპრესიაშიც, დეპრესიის მერეც ახლა იდეა არის რომ უნდა განიკურნოს ადამიანი და თავიდან დაიბადოს, აბა ჩემ მტერს რომ დარჩეს იმ მდგომარეობაში. მაგრამ აი ესე რომ რა კარგი იყო და თავისით გაილია, ზოგჯერ დახმარების გარეშე მძიმე ფორმა, ნუ თითქმის წარმოუდგენელი არის. ეხა იცით როგორ არის სტატისტიკური ციფრების მეხსიერება, ეხა რო გითხრათ ციფრებში არ მახსოვს. მაშინ პრეზენტაცია უნდა მომემზადებინა, რომ აი ციფრები სიზუსტით მომეტანა თქვენამდე, მაგრამ ტენდენციები მახსოვს. და ტენდენცია მაგალითად არის ასეთი, რომ ქალებს 3-ჯერ მეტად ემართებათ დეპრესია, მაგრამ კაცები 3-ჯერ მეტად იკლავენ თავს. ანუ განხორციელებული სუიციდი, რომელიც ბოლომდე მივიდა, კაცებში არ და მცდელობაც და განხორციელებული სუიციდიც კაცებში არის 3-ჯერ მეტი, მაგრამ დეპრესიით ავადდებიან ქალები 3-ჯერ მეტად. აი ეს არის არაზუსტი, მაგრამ ტენდენციას ზუსტს გეუბნებით, მაგრამ ციფრები 36%, 35%, აი ეს ზეპირად არ მახსოვს, რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის თავიდან უნდა კვლევებში ჩაიხედო, ხო? აი მაგალითად დისმორფოფობია, ასეთი დიაგნოზი, ხო? დისმორფოფობია რა არის? სხეულის ან გარეგნობის ნაკლის გადაჭარბებით აღქმა. რაც ყვებავს ახლა დღეს პლასტიკურ ქირურგიას მაგალითად, ხო? და კოსმეტიკურ ესთეტიკურ მედიცინას, ხო? მაგალითად ხო გგონიათ თქვენ რომ ქალებში მეტია არასრულყოფილების განცდა სხეულის, იმიტომ რომ თითქოს ქალები უფრო მეტჯერ მიმართავენ ესთეტიკურ მედიცინას, მაგრამ კვლევები ადასტურებს, რომ ძალიან მცირე განსხვავებაა ქალებსა და კაცებს შორის და რომ კაცებიც ძალიან განიცდიან თავის ფიზიკურ ნაკლს, ინერგავენ თმებს, ტანჯავენ სხეულს, ვარჯიშებით, სტეროიდებით, დიეტებით, ანუ მათაც შეიძლება სიტყვიერად ისე არ გამოხატავენ და რაღაც ცხადად ასე არ გამოხატავენ, მაგრამ ეს აი მაგალითად მაშინ რა ქვია, ძველად ხო კორსეტებით რო ქალები წვრილი წელი რო ეხლაც მოდაშია, მაგრამ მაშინ კორსეტებით რო იწვრილებდნენ წელს და მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი რო უავადდებოდათ და ნაადრევად კვდებოდნენ, კაცებისაც ეცვათ ის კორსეტები, რომ ხრები უფრო განიერი ქონოდათ. საოცარი არსებაა ხო ადამიანი, რომ საერთოდ ბუნებაში რა არის სილამაზე ითვლება ჯანმრთელობა და ადამიანი პირიქით საწინააღმდეგოთაც კი მიდის ხო ხშირად, მაგრამ აი ეს დისმორფოფობიაც აი თითქოს და ვიზუალურად გგონია რომ ქალებში მეტია, მაგრამ ძალიან მცირე განსხვავება დაფიქსირდა კაცებში. ხა ამ თემაზე კონფერენციაზე მქონდა გამოსვლა და ბოლოს გავეცანი ამ კვლევებს და იმიტომ ვიცი ახლა ეს, იმიტომ მახსოვს აქტიურ მეხსიერებაში, ხო? ხო, ეხლა რა შეეხება აი მაგალითად შიზოფრენიის გავრცელებას, ეს არის ყველა ერში პოპულაციის 1% ქალებს კაცებს თანაბრად ემართება სხვადასხვა დროს. მაგალითად კაცებში მანიფესტირდება
უმეტესწილად, თორე არის უფრო ნაადრევი მანიფესტირებაც, მაგრამ გამოვლინდება ხოლმე მაგალითად 17-18 წლის ასაკის მერე, ქალებში ძირითადად 25 წლის შემდეგ. კაცებში ფსიქოზური ეპიზოდის პირველი ტალღა არის უფრო ძლიერი და მეორე ტალღა, რომელიც აი შუახნის ასაკში შეიძლება წამოვიდეს რბილი, ქალებში პირიქით. აი მენოპაუზის პერიოდში და შუახნის ასაკში პირველი დარტყმა ამ დაავადების უფრო მსუბუქია, მერე უფრო მძიმედ, ხო? შფოთვითი აშლილობა რაღაცნაირად ძალიან მოიტანა ცხოვრებამ და გამომდინარე აქედან ქალებში, კაცებში თანაბრად არის. მაგრამ მიმართვიანობა, კულტურა თავის მოვლის, ქალებს უფრო მაღალი აქვთ ყველაფერში და ამაშიც. ანუ ფსიქოთერაპიაში მიმართვიანობაც ქალებში უფრო მაღალია ვიდრე კაცებში. აი ისევე როგორც აი მაგალითად გარკვეულწილად შემეცნებით ლექციებზეც აი როგორი ბალანსიც არის ხო ქალები უფრო ცნობის მოყვარეები არიან და ახალ ტენდენციებს აკვირდებიან როგორც წავიდოდნენ მაგალითად ქალები ახალი სუნამოს თუ სახის კრემის პრეზენტაციაზე აინტერესებთ სხვა ყველა ინფორმაციაც ფსიქიკის შესახებ ჯანმრთელობის შესახებ აი დარბაზიც ამას მოწმობს ხო პროცენტული განაწილება კაცებში ნაკლებია ეს შეიძლება ტელევიზორის ეკრანთან უყუროს. ხო, აი ხშირად უთქვამთ, აი რომ მოსულა ჩემთან თერაპიაზე, ხო, მამრობითი სქესის წარმომადგენელი უთქვამს, რომ ხშირად გისმენ, მაგრამ ეკრანზე, ანუ YouTube-ზე, ამაზე ჩანაწერს სადაც ნახავს, მაგრამ ხო, აი რაღაც ფიზიკური დასწრება, რაღაც მსგავს თემაზე, იმაზე თითქოს უფრო განრიდებული არიან, ხო? აი ესეთი რაღაცნაირად სოციალური განსხვავებები, კულტურული განსხვავებები კაცის ქცევას, ქალის ქცევას შორის არის ხოლმე, მაგრამ ხო, აი ეს აი დასწრება მაგალითად ლექციაზე უცხოეთში არ ვიცი როგორ არის სიმართლე რო გითხრათ არ მქონია მე საზღვარგარეთ ხა კონფერენციებზე პროფესიული თემი გვესწრება და იქ კაციცაა და ქალიცაა იმიტომ რომ პროფესიონალები არიან და საჯარო ლექცია სადაც ყველასთვის უნდა მარტივი ენით რაღაცა მოყვე ესეთი ლექცია მე საზღვარგარეთ არ მქონია თერაპევტთან ვიზიტი არა საზღვარგარეთ ეს არ არსებობს თანაბრად არის ჩვენთან ახალი კულტურა არის ეს და ჩვენთან მაინც რაღაცნაირად რა თქინდა ბიჭო ფსიქოლოგი და ბიჭო კი არა გოგოც კაცო ჩვენთან ხო ახლა ძალიან ახალი დამკვიდრებულია ეს რომ რა არის საერთოდ ეს სერვისი რას გულისხმობს ზოგს მაგალითად გონია რომ მოძღვარი მყავს და რატომ მოვიდეო და მოძღვარი რა შუაშია საერთოდ ხო აბსოლუტურად ერთი მეორესთან არც ხელს უშლის არც ისა ხო ზოგჯერ და ვუხსნით რომ ეს ასე არ არის მოგესალმებით ვარდისფერი ოქტომბრის პარლამენტში ის ვარდისფერი ვართა კი არის იმის სიმბოლო რომ მე გამარჯვებულები პაციენტი ვარ ჩემი ორგანიზაციის გოგოებთან ერთად მებრძოლ გამარჯვებულ გოგოებთან ერთად და სადაც თემა იყო ჩვენი ტკივილი, ჩვენი გოგოების ტკივილი, რომ რამდენად საჭირო ის ქალი რეკონსტრუქციას მოკვეთის შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ ქალებს, რომლებსაც წარბი შეიძლება ვერ ამოვიქნან კარგად და თვისფერი კარგად ვერ დაგვისვან და რა განცდებში შეიძლება ჩავვარდეთ, როგორია მე ვერც მიხმარს იყოს მძიმე ფაქტური, როგორია იმ ქალებისთვის ცხოვრება, რომლებიც ჯანმრთელობისთვის, გადარჩენისთვის შეერიდნენ თავიანთ ორგანოს და ჩვენ ესეთი რაღაცა ვუთხრეს რომ რეკონსტრუქციაც კი არ უნდა ახსენოთ სიტყვა და ის კი არა რომ პლასტიკა, ეს არის პირდაპირ პროთეზირება და აი ამ ხელად კიმით ქალები რომლებმაც ესე გადავაფასეთ ის რომ თავარია ჩვენ ვართ დღეს ცოცხლები და ჯანმრთელები და ცაცა ჩვენაი არის აი მე უბრალოდ კითხვასაც ვერ ვაძლევ მე არა მაქვს მასტექტომია გაკეთებული მაგრამ არ შემეძლო ჩვენი ესეთი გვალებაგების მერე ეს თემა არ გამომეტანა მithumetes მე როგორი
ძალიან ესეთი თემი დავხვდით და აი წარმოიდგინეთ აქ არიან ქალები მატარებლები ამ ხელატკივილის რომ ორგანოები არ აქვთ თავთავიანთი და მე არ ვიცი ვისურვებთ გამძლეობა ესეთ ქალებს და ჩვენ გიგვიწვით იმისთვის ეს ბრძოლა და გიმოგხსენებთ პრეზიდენტი თავისი გუნდით და ჩვენ იმიტომ რომ გამორიცხულია ქალმა იცხოვროს სრულყოფილი ბედნიერი ცხოვრებით ისე რომ სრულად არ აქვს ეს იმ შემთხვევაში თუ მას უნდა რომ თქვენი სახელი მეგი ჩემო საყვარელო გამორიცხულია ქალმა იცხოვროს სპეციალური ცხოვრებით პირველი აი ამ გამორიცხულიას ჩამოვშლიდით ფსიქოთერაპიაში გამოვრიცხოთ ქალს შეუძლია იცხოვროს კი აი სწორედ ეს არის ფსიქიკის სიმბოლიზების მექანიზმი ხო ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის მართლაც ესთეტიკური მედიცინა თავისი არსით არის ძალიან საპატივცემულო დარგი იმიტომ რომ უამრავ ადამიანს ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა დაუბრუნა ხო და არ არის ეს მხოლოდ ქალებზე სხვათა შორის არის კიდე ყბასახის ონკოლოგია სადაც განსაკუთრებით მაღალია სუიციდისკენ მიდრეკილება იმიტომ რომ ყბასახის პროტეზირება ყველაზე რთული არის რეკონსტრუქცია გინდაც ასე დავარქვათ და ეს სიტყვა ვიხმაროთ ხომ აი სიმბოლიზებისთვის მოგიყვანთ აი ეხლა რაც გამახსენდა შეიძლება ნანახი გაქვთ კიდევაც თამაშობს შესანიშნავი მსახიობი პენელოპა კრუსი ერთ ფილმში სათაურებს ვეღარ ვიმახსოვრებ დაუბერდი კაცო ამასობაში და რაღაც ეს არის საოცარი ფილმი პენელოპა კრუსი არის პატარა გოგო რომელსაც უყვარს უფროსი კაცი ამ კაცსაც უყვარს მაგრამ აი ამ ფილმში არის ეს რომ ეს კაცი ცდილობს ამ გოგოს თავიდან მოშორებას იმიტომ რომ ფიქრობს რომ აი ამოდენა განსხვავება ასაკში არ მიაჩნია რომ არის სწორი არ მიაჩნია რომ არის ჯანსაღი და გონია რომ აი ეს რაღაცა ტრავმირებას გამოიწვევს საბოლოოდ აუცილებლად ახალგაზრდა ადამიანისაც და არ იღებს არგუმენტებს რომ სანამ ვართ ვიყოთ ბედნიერები მოკლედ ისე მოხდება რომ ეს პენელოპა ბოლოს განაწყენდება იმიტომ რომ ეს კაცი სულ ხელს კრავს ამ სიყვარულს და არ სჯერა რა გონია რომ ეს გოგო რაღაც ილუზიაში არის და რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე ეს გოგო ბრუნდება მოკვეთილი მკერდით და ამ კაცს ეუბნება რომ აი ეხლაო გაგითანაბრდიო რომ ვითომ აი სწორედ ასეთ იმას წარმოაჩენს რომ მე ხა აღარ მაქვს სრულყოფილი სხეული თუ თავს არ გრძნობ სრულყოფილად და ეს კაცი უყვება ამორძალების მითს რომ იყვნენ ასეთი ულამაზესი ქალები რომლებიც მკერდს იკვეთდნენ თავისინებით და ხო ესე იგი მათ ეტრფოდნენ სწორედ რო კაცები და ეს იყო მათი ვაჟკაცური არჩევანი რომ შვილდი კარგად მოეზიდათ არა ხო ეხა მეორე საკითხი არის ის რომ ეხა განვავრცობ ზოგადად რომ მხოლოდ კაცების ქალების პრობლემა არ არის ეს კაცებიც და ყველა ადამიანი განიცდის იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სარკეში რასაც ვხედავთ ჩვენი სხეულის სიმბოლური ანარეკლი ჩვენთვის ასრულებს უფრო მაღალ როლს ვიდრე ამას ფსიქოლოგიაში ჰქვია ორგანოთა დუმილი ანუ ჩვენი ორგანოები ჩვენ შიგნით იქ სისხლით უხჩუხებს თუ კუჭით უხტუხებს თუ რაღაცა ჩვენ თითქმის მათი არ გვესმის ისინი ჩვენ არ გვაწუხებენ და როდესაც ისინი განგას შტეხენ და გვაწუხებენ ეს ნიშნავს რომ მათ დაავადებას ხო როცა ისინი ტკივილის ენაზე გველაპარაკებიან გამომდინარე აქედან ჩვენ ვიცნობთ ჩვენს გარეგნულ სიმბოლურ ხატს და აი ეს სიმბოლური ხატი ჩვენ გვაშინებს ყოველგვარი ოპერაციის გარეშეც რომ ბართალია ქვეცნობიერად თუ კი დაავადება არ არის გეგმიური აი საზღვარგარეთ ყველა თავმოყარე კლინიკას ყავს ფსიქოთერაპევტი და თუ დაავადება არის გეგმიური ადამიანები ემზადებიან თავიანთი ორგანოს გასაცემად და ისინი ამბობენ რომ ხო აი მე ჩემი ნაღლის ბუშტი უნდა გავცე იმიტომ რომ ის დაავადებულია და პირიქით ეხა ჩემ მტრად გადაიქცა და ხელს მიშლის და ემზადებიან ამისთვის, მაგრამ აი დაუშვათ ადამიანი მოყვა ავარიაში და სწრაფად გაკეთდა ეს ოპერაცია, შემდეგ დეპრესიული სინდრომი მოდის ხოლმე, იმიტომ რომ ქვეცნობიერი განიცდის დანაკარგს.
აი ასევე არის, რომ არა მხოლოდ ოპერაცია, სხვათა შორის, აი ქალებში, მაგალითად, ეხა მამაკაცს რომ მოჰკვეთო სასქესო ორგანო, საშინაო დეპრესიაში ჩავარდება, ხო, აი კასტრირება, როგორი დეპრესიის მომტანია მამრობითი სქესისთვის, ხო? მაგრამ ქალებისთვის, რომლებიც ვერ ხედავენ საკუთარ საშვილოსნოს, კასტრირების სინდრომი იქაც მოდის და თქვენ წარმოიდგინეთ, კასტრირების სინდრომი მოდის მენოპაუზის დროსაც. რომ ესე იგი რეპროდუქციულ უნარს რო ქალი კარგავს, საერთოდ არ გეგმავდა ბავშვის გაჩენას, მეტი ახლა აბსოლუტურად არ ფიქრობდა ამას, მაგრამ სევდა მოდის. და აი მენოპაუზის შემდეგ რაღაცა რო იძახია, რომ კლიმაქტერიული სიმპტომებიო, რაღაცა დიდი წილი აი ამ ფსიქოლოგიური სევდის წილიც არის. რომ ქალი განიცდის, რომ მე აღარ ვარ სრულყოფილი სიცოცხლის გამავრცელებელი არსება. აი ეს კასტრაციის სინდრომი არავითარაც დაავადებასთან არ არის. არც დაავადებასთანაა კავშირში მენოპაუზა, ძალიან ნორმალური რამ არის. ესე იგი, ნაოჭი ნორმალური რამ არის, ჩვენ ამ ცვლილებასაც განვიცდით და ყოველ მომდევნო ასაკში ჩვენ თავიდან უნდა თავიდან დავიბადოთ ჩვენ შეცვლილ ახალ სხეულში, თავიდან მოვერგოთ და თავიდან გავაგრძელოთ ჯანსაღი ფუნქციონირება იმ სხეულით, რომელიც გვაქვს, ხო? ამიტომ აი ეს რომ ერთი არის გამოსავალი რეკონსტრუქცია და შემდეგ არის რომ ჩვენი ფსიქიკის ცენტრი არ იყოს დაზიანებული ნაწილი. არამედ ცენტრი თავიდან გავასწოროთ. ამას გეშტალტისტები, გეშტალტ ფსიქოლოგები ეძახიან გეშტალტის ახალი გეშტალტის შექმნას, ხო? რომ ახალ მთლიანობაში სხეული ისევ სრულყოფილად ფუნქციონირებდეს. ამიტომ რთულია თავიდან ცხადია, რომ აი იმ სხეულებრივ ხატთან ჰარმონიაში მოსვლა, რომელსაც ჩვენ ვიცნობდით და ეხა გვჭირდება ცვლილება, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელი. აკრიტიკული ფიქრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც იწვევს შფოთს და ჰიპოქონდრიის კლასიფიკაციას აქვს, როგორ შეიძლება ამას გავუყურებთ და კიდევ ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზრუნვა მაინც ახალგაზრდული ნაბიჯია ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის და არის მაინც უბრალოდ საზოგადოებრივი აზრის წნევის ქვეშ, რომ ფსიქიატრთან და ნევროლოგთან ნიშნავს მედიკამენტებს. შემდეგ ეს მედიკამენტები იწვევს უხუშენებას, იწვევს დამოკიდებულებას და ასე შემდეგ. და მაინც მირჩევთ თერაპიას ფსიქოლოგთან ვიზიტს. როგორ უნდა მივხვდეთ და განვასხვაოთ შედარებითი, რომ თერაპია არის ჩემთვის მაგალითად ამ ეტაპზე პროდუქტიული თუ მჭირდება მედიკამენტები. და ამის განსხვავება როგორ შეიძლება რომ მოვახდინოთ და ჰიპოქონდრიის განმავლობის კი ბატონო, ორი შეკითხვა იყო ერთად და გესმოდათ უკან თუ გავიმეორო შეკითხვა. ხო, ესე იგი შეკითხვა პირველი იყო, რომ იპოქონდრიას, ანუ აკვიატებული აზრები ჯანმრთელობის შესახებ როგორ გაუმკლავდეთო, ძალიან სუკან-სუკანი კითხვაა. გემრიელად რო გიპასუხოთ ამაზე კაი დრო გავა. და მეორე არის რომ ფსიქოლოგი მჭირდება თუ ფსიქიატრი როგორ გავარკვიო, იმიტომ რომ მივდივართო წამლებს გვინიშნავენ და მე აღმოჩნდება რომ ფსიქოთერაპია გჭირდება და ასე შემდეგო, ხო? მე მგონი მეტნაკლებად სწორად გავიმეორე შეკითხვა. ხო, მოდი პირველი უფრო მოკლე კითხვას უპასუხებ, ეს არის ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურება და ნევროლოგის კიდე. ნევროლოგებს რამდენიმე წლის წინ მიეცათ უფლება უმკურნალონ ფსიქიატრიულ პაციენტებსაც. ეს გამოიწვია იმან, რომ საკმარისი ექიმი და სერვისი არ იყო და გამოიწვია იმანაც, რომ პაციენტების უმეტესობა მაინც ნევროლოგებს მიმართავდნენ და ბარემ ლეგალურად მისცეს ამის უფლება. მაგრამ საქართველოში ყველაფერი კეთდება ხოლმე ასე, რომ ამისთვის მათ არ გაუვლიათ არანაირი დამატებითი ტესტირება. ეხლა რა განსხვავებაა ნევროლოგიასა და ფსიქიატრიას შორის? ნევროლოგია სწავლობს და მკურნალობს ტვინის ორგანულ პათოლოგიებს. ორგანული პათოლოგიები არის ცერებრალური დამბლა, ეპილეფსია, პარკინსონი, ინსულტი და ასე შემდეგ, ხო?
და ფსიქიატრია ეს არის ტვინის პროდუქტი, აზრი, ფიქრი, ემოცია. ესე იგი, ესენი კი მონათესავე დარგებია, მაგრამ არის რაღაც ნატიფი სხვაობები, ვის რა უმეცადინია უფრო სიღრმისეულად. ამიტომ ყოველთვის ჯობს, რომ ფსიქიატრთან მივიდეთ ფსიქიკური დაავადებებისთვის, ვიდრე ნევროლოგთან. მაგრამ გარკვეული დაავადებების შესაძლებელი არის, რომ რა თქმა უნდა, კარგმა ნევროლოგმა შეიძლება მეტი იცოდეს, ვიდრე ცუდმა ფსიქიატრმა, როგორც საქართველოში ხდება ხოლმე, მაგრამ იდეალური რა თქმა უნდა არის ის, რომ მიხვიდეთ ფსიქიატრთან თანაც კარგთან. ეხლა საქმე რაში არის, რომ გარკვეულ კონდიციებს მედიკამენტი უბრალოდ აუცილებელია, ხა განსაკუთრებით აუცილებელია, თუ კი ადამიანს აქვს ფსიქოზური ეპიზოდი, იმიტომ რომ ფსიქოზის შემდეგ ადამიანი აღარ არის იგივე, რაც იყო. მას აქვს აუცილებლად დანაკარგები და გახანგრძლივებული ფსიქოზი ან განმეორებით ბევრჯერ ფსიქოზი ნიშნავს, რომ თანდათან შეიძლება რაღაც დეფექტურობამდეც კი მივიდეს პაციენტი, ხო? აქედან გამომდინარე, აქ მედიკამენტების გარეშე გამორიცხულია. თუ კი პაციენტს აქვს თვითმკვლელობის მცდელობა და თვითმკვლელობის ინტენსიური იდეები და გეგმავს თვითმკვლელობას, აქ მედიკამენტების გარეშე უბრალოდ გამორიცხულია. მაგრამ სხვა შემთხვევაში უნდა შეფასდეს მდგომარეობა, ტანჯვის ხარისხი იმისათვის, რომ გადავწყვიტოთ საჭირო არის თუ არა მედიკამენტები, ხო? ეს ძალიან მარტივად შეგიძლიათ ასე გაყოთ თქვენი მდგომარეობა. რაც შეეხება ფსიქოთერაპიას, დღეს სტანდარტი, თანამედროვე სტანდარტი გახლავთ ის, რომ მხოლოდ ფსიქიატრია, მხოლოდ ფსიქოთერაპევტი, ასე მენტალური ჯანმრთელობის სერვისი არ მუშაობს, ორივე ერთად. მაგრამ ფსიქოთერაპევტი შეიძლება მსუბუქ შემთხვევებში გამოგადგეთ თავიდან ბოლომდე ფსიქიატრის ჩარევის გარეშე, თუ კი ეს არის მსუბუქი შემთხვევა, თუნდაც დეპრესიის და ასეთ შემთხვევაში კი ბატონო, თუ ეს არის შფოთვითი აშლილობა, რომელიც ასატანია და ადამიანი არ არის პრაქტიკულად შეშემოპირად ქცეული, სახლიდან ვეღარ გადის, ვეღარ მუშაობს, ვეღარ ფუნქციონირებს, ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს, ხო, იმიტომ რომ აი მენტალური დაავადება რა არის მეთქი მონოლოგი რომ მქონდა ფროიდის ერთი გენიალური ფორმულირება დამავიწყდა, ყველაზე მოკლე და ყველაზე გენიალური, რომ ადამიანი ჯანმრთელია თუ შეუძლია მუშაობა და სიყვარული. ესე იგი, თუ შეუძლია მუშაობა და ფუნქციურია, რაღაცის კეთება შეუძლია და ფსიქიკური ამის ენერგია აქვს, ჯანმრთელია და თუ შეუძლია ემოციურად ადეკვატური იყოს და უყვარდეს ვინმე და ემპათიური იყოს, ჯანმრთელია. всё, მეტი არაფერი არ არის ადამიანისთვის საჭირო. ხო და ამის მიხედვით არის, ხო შეიძლება შენ გქონდეს ნევროზი, ანუ შფოთვითი აშლილობა, რომელიც ფსიქიკური გამწვავება უფროა, ვიდრე რაიმე დაავადება და უბედურება, მაგრამ შეიძლება ეს გამწვავება ისეთი იყოს, რომ არაფრის კეთება აღარ შეგეძლოს და იძახე ხა შენ რომ ნევროზია და სხვა არაფერიო, ხო? ამ დროსაც შეიძლება დაგჭირდეს მედიკამენტები. და რაც შეეხება ფსიქოთერაპიას, ფსიქოთერაპია 100% შემთხვევაშია საჭირო, იმიტომ რომ ვერც ერთი მედიკამენტი ვერ ცვლის შენს განდევნილ ფიქრებს, ვერ ცვლის შენი ტანჯვის მიზეზებს, რომელიც სხეულიდან გეძახის. იპოქონდრია პრაქტიკულად არის ერთგვარი პარანოიალური დამოკიდებულება შინაგან ორგანოებთან. აი თუ კი პარანოიის დროს ადამიანს ეშინია, რომ აი იქ რო ვიღაცამ გაიცინა, ჩემზე გაიცინა, იქ ორი კაცი რო შეიკრიბა, ჩემს წინააღმდეგ შეიკრიბა, ვიღაცამ დევნის, ვიღაცას ვძულვარ, ვიღაცა ჩემი მტერია, არავის არ უნდა ვენდო, ამ შემთხვევაში ეს არის ორგანოები მე მიღალატებენ და რაღაც ცუდი მომივა და მოვკვდები. და ეს არის ძალიან საინტერესო დაავადება, რომელიც ზოგჯერ შეიძლება მიეკუთვნებოდეს, მცირე ნიუანსებია, იქ ძალიან ნატიფი ნიუანსები, ზოგჯერ ის მიეკუთვნება სწორედ რომ შფოთვით აკვიატებულ დაავადებას, როდესაც ადამიანს აი ეს აკვიატებთ მიდის ექიმთან და ისეუბნება რომ არაფერი არ გჭირს და ეს კიდევ მიდის ექიმთან რომ თითქოს იპოვოს, მაგრამ აი რაღაცა გარდამავალია დეპრესიასა და შფოთვას შორის, როდესაც ადამიანს არ აკმაყოფილებს არანაირი პასუხი ექიმისგან, რომ აკვიატებული უფრო არის, აი როგორ გითხრათ, აი მაგალითად კანცეროფობია, რომ რაღაცა და მიიღებს პასუხს, რომ ამოისუნთქავს შვებით, ხო? მაგრამ არის ეს ერთგვარი დეპრესია, როდესაც ადამიანს უნდა რომ გინდა თუ არა იპოვოს რაიმე ფიზიკური მიზეზი, რომელიც მის ტანჯვას დაასაბუთებს სომატურად.
უკაცრავად არა ეძებდეს და ეძებდეს როგორ აი ესეთი ორმაგი ისა აქვს რაღაცნაირად განშტოება ამას ხო ერთი არის რომ უნდა რომ უთხრან რომ შენ არაფერი არ გჭირს და ცოტა ხანს ამოისუნთქოს და მეორე არის რომ აუცილებლად უნდა იპოვოს რაიმე ტკივილი და დაავადება რომ იტანჯოს რაღაცა ხელშესახები მიზეზით იმიტომ რომ ეს არის თითქოს დეპრესია და თვითდესტრუქციის გზა, რომ თქვას რომ ავათვარ. გასაგებია არასრულოვან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. როგორც მივხვდი ახლა თქვენი საუბრის შედეგად, სავარაუდოდ შფოთვითი აშლილობა აქვს. მაინტერესებს რამდენად მძიმე დაავადება, რა შედეგების მომტანი არის არასრულოვანისთვის ეს სიტუაცია და რა უწევს ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ბავშვი ხედავ რომ ხშირად უხებს განკრაში შეგრძნება რომ რაღაც მოუვა, ცუდად გახდება და სანამ მშობელი მოაკითხავს, ბავშვი ტანჯება და ტკივის. საუბარი მაქვს 15 წლის მოსწავლე გოგონაზე. და მინდა გთხოვოთ, თუნდაც რაიმე მარტივი მექანიზმი რომ მასწავლოთ, სანამ მშობელი მოვა, რითი შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთ. კი ბატონო, პირველ რიგში ხო, ეხლა რაც შეეხება შფოთვით აშლილობა, შფოთვითი აშლილობა გააზრებულად, სიტყვებით ხორცშესხმულად ზრდასრულობაში გამოვლინდება ხოლმე და იტყვიან რომ აი მოწმენდილ ცაზე დამემართ კლინიკური ინტერვიუ და შეფასება და წავალთ, რა თქმა უნდა, ის არათუ მოზარდობაში, არამედ პირველი ეპიზოდი ღრმა ბავშვობაშივე ჩნდება. რომელიც გამოიხატება ხან როგორც ღამის ენურეზი, როცა ბავშვები იფისებენ იმ ასაკში, როცა აღარ უნდა ჩაიფისოთ. ჭარბი ტკივილი, ბავშვს არ შეუძლია რომ სიტყვებით გითხრას ოცუდა თუ არა რაღაც მაწუხებს, მაგრამ არ შეუძლია მარტო დაიძინოს, აქვს მუდმივად შფოთვა და შიში. სიბნელის გადაჭარბებული შიში და ასე შემდეგ, ხო? ამის შემდეგ უკვე მოზარდობაში დაარტყამთ ხოლმე, ასე ვთქვათ ეს და მაშინ ეს მოზარდულ ასაკს მიაწერენ ხოლმე და არ მიაქცევენ ყურადღებას და მერე უკვე ზრდასრულობაში, როცა ადამიანი თვითონ არქმევს სახელს, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, ამბობენ, რომ აი ეხლა დამემართა და ნუ სინამდვილეში ეს იწყება ბევრად უფრო ადრე. ამისი მიზეზები არის კონფლიქტური ოჯახი, ჯერ ერთი გენეტიკური განწყობაც, ხო? გენეტიკური განწყობა როგორ არის, იცით, ძალიან უცნაურია ფსიქიატრიული კვლევები, ნეირომეცნიერების და მოლეკულარული გენეტიკის კვლევები და ისინი, იმიტომ რომ რაღაცა გენებს იპოვიან და სრულყოფილი არ არის. აი მაგალითად, ვიღაცაში არის გენი ერთი და იგივე გენები, მაგრამ ერთს ემართება დეპრესია, მეორეს არ ემართება. ესე იგი, მხოლოდ ბიოლოგიურიც არ არის, მაგრამ ფსიქიკურ დაავადებაში გენეტიკა შეიძლება იყოს არა მხოლოდ ბიოლოგიური, არამედ გადამდები, ინდუცირებადი ჩემი ქცევის პატერნის მიხედვით. ანუ მე თუ მაქვს პარანოია და მუდმივად ჩემ შვილებს ვეუბნები, რომ შვილებო არავის არ ენდოთ, ყველა ჩვენი მტერია, ყველას ვეზიზღებით, აბა ჩვენ კარგს ვინდას მოგცემს, კარგს ვინდას გამოგვიგზავნი და ყველაფერი მოწამლულია, ყველაფერი უბედურებაა გარემოში. რა თქმა უნდა, ჩემი შვილები შემდეგ პარანოიალურები იქნებიან, ხო? ანუ ბიოლოგიური განწყობის გარეშეც მე მათ გადავდე უკვე ჩემი პათოლოგიური ფიქრების მდინარება, ასე ვთქვათ, ხო? ესე იგი, მანდ თქვენ შეიძლება ძალიან ღრმად და შორს წახვიდეთ, მე არ ვიცი მაგ კონკრეტულ ბავშვთან რა ხდება. ამიტომ აუცილებელია მშობლის ჩაყენება საქმის კურსში და მშობლისთვის თქვა, რომ ბავშვ თერაპია სჭირდება. შემდეგ არის უკვე რომ ხო, ნუ ხა ოჯახურ სიტუაციაში თქვენ ვერ ჩაძვრებით, მაგრამ შეგიძლიათ უთხრათ, რომ ხო, ერთი არის ესე იგი გენეტიკა, როგორც თქვით და მეორე არის ოჯახში რა მდგომარეობაა, ჩვენ არ ვიცით. ხო, ზოგჯერ არის რომ მაგალითად მშობელი არის ავად და ბავშვს აქვს მშობლის დაკარგვის შიში ადრეულ ასაკში, არის რაღაცა დანაკარგი შიში, არის გაშორებული ოჯახი, არის დისფუნქციური ოჯახი, კონფლიქტური ოჯახი და სხვადასხვა და ერთი არის რომ მასწავლებლები ძალიან ფხიზლად უნდა იყვნენ მოზარდების ბულინგის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობა მოზარდების და ზრდასრულებისაც, როდესაც მოდიან, თავისი ტკივილის დასაწყისად ასახ
ასახელებენ იმას, რომ როგორ ჩაკეტეს მეგობრებმა სადღაც, როგორ კრეს ხელი, როგორ ცუდად მოექცნენ, არავინ არ ემეგობრებოდა, ყველა დასცინოდა და ეს ეპარებოდათ გარშემო უფროსებს. ბავშვი სირცხვილით ამას ვერ ამბობდა სახლში. ვერ ამბობდა მასწავლებელთან, იმიტომ რომ ეტყოდნენ, რომ ჩამშვები ხარ და კიდევ უარესად დაჩაგრავდნენ. ანუ გარემოში თქვენს თვალსაწიერში რა ხდება? იქაც აი დამეგობრებისთვის მასწავლებლებმა ბევრი უნდა იზრუნონ. ღირებულების ჩამოყალიბებისთვის, რომ კლასი ერთი დიდი გუნდი და ოჯახია, ხო? აი ამისთვის ძალიან ბევრი ატმოსფეროს შექმნა არის აუცილებელი. ეხლა რაც შეეხება ფიზიკურ იმას, ყველაზე მარტივი არის სუნთქვითი ვარჯიშები. სუნთქვითი ვარჯიში აი შფოთვის დროს არის ის, რომ ღრმად ჩაისუნთქოს ადამიანმა ჰაერი 4 წამის განმავლობაში. 4 წამი შეიკავოს ჰაერი და 4 წამის განმავლობაში გამოუშვას უკან, ხო? აი ეს არის სუნთქვითი ვარჯიშები, რაც შეიძლება თქვენ ურჩიოთ, მაგრამ ყველაზე კარგი არის, რა თქმა უნდა, რომ რაღაც შინაარსი, დეცენტრირება, რომ ყურადღება გადაატანინოთ, სხვა საქმე გაუჩინოთ ამ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ვერ მოუგვარებთ ვერაფერს, ჯობს რომ მშობლებს დაელაპარაკოთ ამას. აი ეს მაგალითი მოდის იქიდან რომ არასასურველი ნაკოფის არასასურველი ნაკოფიც არის ემართება თოსკალსი რაღაც ხო იცით არიან პერინატალური და პრენატალური ფსიქოლოგები, რომლებიც ამბობენ, რომ ნაყოფს აქვს ცნობიერება, ხო, ის ცნობიერება არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვაქვს და როგორც ჩვენ, აი, თუნდაც მცირეწლოვან ბავშვს არ აქვს იგივე ცნობიერება, ხო? ამიტომ მცირეწლოვან ბავშვს რო დეპრესია აქვს, მუცელს იტკივებს, თავს იტკივებს, ხშირად ტირის, სომატურად ცხელში გამოხატავს ამ თავის დარდს, ხო? მაგრამ ფაქტი არის, რომ დეპრესია აქვს, გრძნობების ტკივა სხეულში. და შესაბამისად, შეიძლება დამაჯერებელი იყოს ესეც, რომ უცლადყოფნის დროსაც მართალია არა აქვს ჩვენებური ლოგიკა ნაყოფს და სიტყვებით ვერ განიცდის და სიტყვებით ვერ ფიქრობს, მაგრამ ემოციებს აირეკლავს თუნდაც დედასთან ერთად, ხო? არ ვიცი, ახლა მე არა ვარ მაგ მიმდინარეობის სპეციალისტი და ბევრს ვერაფერს გეტყვით კომპეტენტურად, მაგრამ ეს მოსაზრებები რომ არსებობს, ვიცი, ხო? მაგრამ ეს არ არის აუცილებელი უცლადყოფნის პერიოდში, თუ კი დედას არ უნდოდა ნაყოფი ან მამას არ უნდოდა ნაყოფი, ეს მერეც გაცხადებული ხდება. აი ეგ მინდოდა მე თქვა, ცალკეთებარი როცა არ უნდოდათ, მაგრამ მე ბავშვი რო იგებს არასასურველი ბავშვი იყო. მუშაობს ეს. აი ეს ნარატიული მეხსიერება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა მეხსიერება, მცირეწლოვანებაში ჩვენ ფაქტიურად ხო ქვეცნობიერში ვცხოვრობთ და მერე გამოვარჩევთ ხოლმე ჩვენს მეხსიერებას უკვე რომ აი აქედან უკვე რაღაცეები მახსოვს, არა? მაგრამ მიუხედავად ამისა, მეხსიერება შენახული არის. ბავში და არის კიდე ნარატიული მეხსიერება, რომ რას ლაპარაკობდნენ, ისეთი უშნო იყავი, ვიღაცა რო ეტყვის ბებია სიყვარულით. ეს ცუდად მოქმედებს ბავშვზე. ხო, იმიტომ დაწუნებული, ხო, რას გავდი? ხო, ან პირიქით რომ ისეთი საყვარელი იყავი თუ აი რაღაცა, ხო, რა თქმა უნდა, ეს რომ რას ლაპარაკობენ ოჯახში შენს დაბადებაზე. როგორ წამოგიყვანეთ, ისეთი რთული მშობიარობა მქონდა, კინაღამ მოვკვდი. ვიტანჯე, დედისგან ეს განცხადება უკვე არის დანაშაულის ბრალის შეგრძნება შვილისთვის, რომ მე ჩემი დაბადებით კინაღამ დედა შევიწირე, ხო? და აი ეს ახასიათებთ იმ დედებს, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენ შემოგწირეთ, უფრო მსხვერპლად რო ასაღებენ საკუთარ თავს, ხო? რა თქმა უნდა, ბევრი კომპონენტი მუშაობს ამაზე, რომ უარყოფილი ბავშვი და ბავშვი, რომელიც არ უნდოდათ, ძალიან სერიოზული ტრავმებით მიდის მერე ეს ბიოგრაფია ძალიან საინტერესო სხვათა შორის. გავაგზავნებდი ამ მოზარდების და ასე ვთქვათ, არასრულწლოვნების თანხმობის შეკითხვას, ან შეიძლება თუ არა ადაპტაციის დარღვევები უკავშირდებოდეს აი ამ ბავშვობაში მას გამოცდილებებს, რომელიც უკვე ცნობიერია ეს სკოლაში, ან შემდეგ უკვე სკოლაში, თუ ეს აუცილებლად იქნება დანაკარგის შემდეგ შეიძლება წარმოვიდეს ეს პრობლემები. ადაპტაციის დარღვევებში თქვენ რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში?
ადაპტაციურ აშლილობას, რომელიც როგორც დასაწყისში ვეთქვით, უკვე ყველაფერს თავისი სახელი გაეყვა, ყველას რაღაც ესეფ, რაღაც კოდები მიენიჭა და აი ამ დიაგნოზს, რომელიც არის ადაპტაციური ვაროები, აშლილობა. Ну, ადაპტაციური აშლილობაც აი ისევ და ისევ ბევრ რამეს შეიძლება დავარქვათ, ხო, მაგალითად ადაპტაციური პრობლემები შეიძლება აშლილობა შეიძლება ქონდეთ ემიგრანტებს, დევნილებს, ბავშვებს, რომლებსაც რაღაც გამოუცვალეს კულტურული სივრცე, ხო? მაგრამ თუ კი ბავშვი ვერ ადაპტირდება ვერც ერთ ახალ გარემოებასთან, აქ უფრო შეფერხებულია სოციალური ტვინის განვითარება, ხო, სოციალური უნარების განვითარება და ასეთ შემთხვევაში მცირეწლოვანსაც კარგია, რომ თერაპია აუტარდეს თერაპია ჯგუფური თერაპიები ამ დროს ძალიან კარგ როლს ასრულებს, ხო? და რა მკითხეთ ადაპტაციას უკავშირდებოდა შფოთვაო? აი ბავშვობის გამოცდილებები, თუ ეს უკავშირდება აი ამ გამოცდილ გარემოს, როცა ჩვენ ამ გარემოში ვერ ადაპტირდით, ეს შეიძლება მოდიოდეს აი თურმე დაბადებიდან რაღაც არაცნობიერში გამოცდილებები და გადასხდა თავს. იცით რა, მთლად კარგად ვერ დავაკრისტალიზე თქვენი შეკითხვა, იმიტომ რომ ცხადია, რომ ტრაუმული გამოცდილება ესეც შეიძლება იყოს, ისიც შეიძლება იყოს, თუ რაღაცა სიტუაცია შეუცვალეს და ადაპტაციური დარღვევა შეიძლება იყოს, რომ სწორად ვერ შევიდეს ბავშვი ახალ სცენაზე, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება იყოს გარემოება, მაგრამ მეორე საკითხი არის, რომ თუ ბავშვს ჰქონდა ტრაუმული წარსული და ტრაუმა აქვს მიღებული, ტრაუმა ბავშვებში კი არა, დიდ ადამიანებშიც კი სწორედ რომ ხშირად ვერ სიმბოლიზირდება. ის რაც ვერ სიმბოლიზირდება, ის ადამიანის გადამტვრევასაც კი იწვევს. ესე იგი, ტრაუმის ტრანსფორმაცია ეს არის თერაპიის მთავარი მიზანი, იმიტომ რომ ტრაუმა განსხვავდება ძლიერი სტრესისგან მაგალითად. სტრესი შეიძლება რომ მცირეა თუ დიდია ეს სტრესი, ამ სტრესმა შეიძლება თავის დროში რაღაცნაირად ფორმა შეიცვალოს, ტრანსფორმირდეს და ადამიანმა გააგრძელოს. თვითონ ჯერ ფორთხვა და მერე ისევ ფეხზე წამოდგეს, მაგრამ ტრაუმული გამოცდილება ეს რა თქმა უნდა ბავშვი შეიძლება გადაამტვრიოს წელში. მადლობა თქვენ.